თქვენ უყურებთ ჩაბათის კურიერს პლატა იაკობაშვილთან ერთად და სულ ცოტა ხნის წინ მძიმე და ხმაურიანი ბრალდებით მათე მოტორსის ფლობელი დააკავეს. ამის შესახებ გახდა ცნობილი ცოტა ხნის წინ. გელა ბარკალაია დაკავებული, საქმე შესაძლოა წამებისა და ადამიანის მძევლად აყვანას ეხებოდეს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, როგორც უკვე გითხარით და ჩვენი ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი ცდილობს ხმაურიანი ბრალდების დეტალების გარკვევას. დავით, უფრო კონკრეტულად რას ედავებიან ბიზნესმენს? მათე მოტორსის ფლობელს გელა ბარკალაიას ბრალი ორი ხმაურიანი და მძიმე მუხლით აქვს წარდგენილი პაატა. სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას. ამ მუხლის მეორე ნაწილი კი ქმედებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის. კიდევ ერთი არანაკლებ მძიმე მუხლი, რასაც ბარკალაიას ედავებიან, არის 157 მუხლი. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებები და ბარკალაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ჩვენი ინფორმაციით კი თავად ბარკალაია მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც ჩვენთვის უცნობი ქალი მათე მოტორსის დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა. რატომ დასჭირდა გამოძიება 3 წელი და რატომ დააკავეს ახლა გელა ბარკალაია უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა საქმეში სხვა დაზარალებულებიც არსებობდნენ. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებმა ჩაატარეს ოპერატიული ღონისძიებები, რის საფუძველზეც მოხდა ბარკალაიას დაკავება. გელა ბარკალაია საჯაროდ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა და პროკურატურას წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას თხოვა. საუბარია 10 ავტომობილზე. საგამოძიებო უწყება ბარკალაიას 10-ვე ავტომობილი დაუბრუნა. ბიზნესმენი კი აცხადებდა, რომ ქვეყანაში სამართალი და სასამართლო აღდგა. ბარკალაიას ყავს ინტერესების დამცველი, რომელიც ბრალდებულთან შეთანხმების გარეშე კომენტარს არ აკეთებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მისი ადვოკატი მას ციხეში ორშაბათს მოინახულებს და სავარაუდოდ დაკავებული ბიზნესმენის პოზიცია ორშაბათს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.